ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, მოგიგითხავთ და მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ხართ ჩემთან ერთად, ვინც უყურებთ ჩემს გაშლებს, მილაიქებთ, მიკომენტარებთ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, გთხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ახლა მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა, იფიქრეთ პიროვნებაზე, თქვენთვის საინტერესო პიროვნებაზე, ვინც გაინტერესებთ, ხო არ აქვს მნიშვნელობა და ვნახოთ მისი ნამდვილი სახე. რაღაც მოკლე პორტრეტი, ასე ვთქვათ, მისი რეალური სახე, ხო? მოусმინეთ ჯერ სიგნიფიკაციას, ვისთვის იქნება ეს გაშლა, თუ მიხვდით რომ თქვენთვის არის, შემდეგ გააგრძელეთ ყურება. მაშ ასე, ვისთვის არის ეს გაშლა? სიგნიფიკატორი პიროვნების, ვისთვისაც ეს გაშლა მნიშვნელოვანია და ვინც ამ გაშლას უყურებს, ანუ თქვენი სიგნიფიკატორი. არ დაგვაუწყდეს რომ საჯარო გაშლა ჩემო ძვირფასებო და რაც თქვენია ის ინფორმაცია მიიღეთ. მაშ ასე, სიგნიფიკატორი პიროვნების, ვისთვისაც იქნება ეს გაშლა. ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ პიროვნება, ვინც რაღაც ახალ, ასე ვთქვათ, საწყისშია, ხო? რაღაც თქვენ ცხოვრებაში, რაღაც ახალი ეტაპი იწყება, ახალი ისეთ ენერგიებში ხართ, რაღაც სიახლისკენ ისწრაფით, ხო? შესაძლებელია გაქვთ რაღაც ოცნება, რაღაც მიზანი და აი იმ მიზნისკენ მიდიხართ ერთი სიტყვით დასახული მიზნისკენ ცდილობთ რომ წახვიდეთ, ძალიან პოზიტიური პიროვნება ხართ, რესურსიანი პიროვნება ხართ, პიროვნება რომელიც შესაძლებელია წარსულში გქონდათ რაღაც სირთულეები, ცხოვრებისეული, რაღაც შეიცვალა მნიშვნელოვანი რაღაც რყევები მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ხო წარსულში, შესაძლოა პირად ურთიერთობაში, არ ვიცი, ზოგიერთისთვის შესაძლოა საზოგადოებრივ რაღაც სამსახურის თემაში, ხო საჯარო გაშლა ყველასთვის სხვადასხვა იქნება, მოკლედ წარსულში გქონდათ რაღაც რთული სიტუაცია, რთული პრობლემები, ზოგიერთს პირად ურთიერთობაში, ზოგიერთს სამსახურში, ზოგიერთს რაღაც თქვენი ოცნებების გრევა მოხდა ზოგიერთისთვის, ხო? მაგრამ ამ ეტაპისთვის და ეს წარსულში დატოვეთ, მინდა გითხრათ და ამ ეტაპისთვის რომ უკვე მზად ხართ და უკვე დაწყებული გაქვთ იმ სიახლეებისკენ, ახალი ნაპირისკენ გადაადგილება ერთი სიტყვით, მენტალურად თქვენ უკვე დატოვეთ წარსულში და უკვე დაწყებული გაქვთ მოძრაობა რაღაც სიახლისკენ, ხო მიხვდით რომ თქვენთვის უკვე აღარ არის სიკეთის მონტანი, ის წარსული რომელიც გქონდათ, ხო? რომელიც გქონდათ, შესაძლებელია ზოგიერთს გქონდათ რაღაც განხეთქილება ურთიერთობაში, ნგრევა ურთიერთობაში და უკვე დაასრულეთ ის ძველი და უკვე მიდიხართ ახლისკენ, ხო თქვენი ოცნებების რეალიზებისკენ, უკვე მიხვდით რომ საჭიროა თქვენი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ, გაქვთ რაღაც ჩანაფიქრები, გეგმები, ზოგიერთ შესაძლებელია გადაწყვეტილი გაქვთ შორს წასვლა თქვენი საცხოვრებელი, ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან, ხო? ანუ გამგზავრება გაქვთ გადაწყვეტილი და უკვე დაწყებულია ეს პროცესი. ჩემო ძვირფასებო, ზოგიერთს თუ უკვე მენტალურად ხართ მომზადებული, რომ აღარ ფიქრობთ ძველზე, აღარ ფიქრობთ იმ ტკივილზე, რაც იყო, ზოგიერთს უკვე რეალური ნაბიჯები გაქვთ გადადგმული იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასეთია ერთი სიტყვით თქვენი ამჟამინდელი ენერგიები, რაც ძალიან კარგია და მიხარია და მივესალმები. და მოდი ვნახოთ. აიფიქრეთ პიროვნებაზე, ჩაიფიქრეთ პიროვნება და ვნახოთ მისი ამჟამინდელი დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში, როგორია მისი ამჟამინდელი დამოკიდებულება პიროვნების, ვინც გაინტერესებთ, როგორია ამჟამინდელი დამოკიდებულება პიროვნების, ვინც თქვენ გაინტერესებთ. ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ შესაძლებელია ქალბატონი ჩაიფიქრეთ, შესაძლებელია მიყურებდეთ მამაკაცები და ფიქრობდეთ ქალბატონზე, თქვენი ობიექტი, თქვენი ჩანაფიქრის იყოს ქალბატონი. მაგრამ თუ ქალბატონები მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ხშირად ენერგიები არ აქვს მნიშვნელობა ქალის თუ კაცის, შესაძლოა რომ ენერგიას გვიჩვენებს ჩვენ აქ, რომ მისი ამჟამინდელი დამოკიდებულება, ვისთანაც გქონდათ ურთიერთობა და ვინც ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, რაღაცნაირად თითქოს ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში რაღაცნაირად თითქოს გულდაწყვეტილია, თითქოს
მან ვერ მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა, ხო? რაღაც დანაკარგის შეგრძნება აქვს, რომ დაგკარგად თითქოს. ადარებს შედარების პროცესშია ეს პიროვნება, რაღაცას ადარებს. შესაძლოა თქვენს ურთიერთობას წარსულში რა იყო, როგორ იყო და აი იცით როგორი დამოკიდებულება აქვს სინანულის და გულის წვეთის, რომ აი რაღაც დაკარგავ, რაღაც მნიშვნელოვანი, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო აქ. ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი 90%, 99% შემიძლია ვთქვა, რომ ფიქრობთ, ჩაფიქრებული გაქვთ თქვენი პარტნიორი, ვისთანაც გქონდათ ურთიერთობა, ხო? იცით როგორი მომენტია, პიროვნებას აქვს თქვენთან მიმართებაში შეგრძნება იმის, რომ რაღაც დაკარგა, გაუშვა ხელიდან, შანსი, რომელიც მას მიეცა. შესაძლოა ფიქრობს, რომ მან ვერ გააკეთა თქვენს მიმართ რაღაც სწორი შეფასება და შეცდა რაღაც თქვენთან მიმართებაში, შეფასებაში რაღაც არასწორად შეაფასა და აი ეს დანაკარგის შეგრძნება აქვს, ჩემო ძვირფასებო, კი სამიანი ხმალიც. ან პიროვნებას ჰქონდა რაღაც არჩევანი, რომ გაეკეთებინა და მან არასწორი არჩევანი გააკეთა და სწორედ აი იმ დაკარგულ, ასე ვთქვათ, დაკარგულ შანსზე და დაკარგულ ხელიდან გაშვებულ შანსზე ნერვიულობს, რომელიც თქვენთან მიმართებაში გქონდა, მას დანაკარგის შეგრძნება აქვს. მან დაკარგა თქვენი სახით რაღაც მნიშვნელოვანი და აი ამას ძალიან განიცდის, ჩემო ძვირფასებო. სინანულის გრძნობა აქვს და იმის, რომ გაუშვა შანსი, დაკარგა შანსი. ვერ გააკეთა თავის დროზე, მან სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, არჩევანი და შეფასებაში შეცდა არასწორად შეგაფასად. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს ამჟამად თქვენთან მიმართებაში, ჩემო ძვირფასებო. მოდი ვნახოთ მისი, ანუ ეს გაშლა მე, რასაც ვუყურებ, ხო, როგორც ჩანს, ძალიან ბევრისთვის რეზონირებაში იქნება ისე, რომ თქვენ ჩაიფიქრეთ ყოფილი პარტნიორი, იმიტომ რომ უკვე დაწყებული გაქვთ ამჟამინდელი ენერგიებით, თქვენ უკვე ახლისკენ ხართ წასული, ხო, ახალ ურთიერთობას თუ ახალ ოცნებებში ხართ უკვე დაწყებული, გამოსული ხართ იმ რაღაც წარსულიდან და თქვენი სმერთ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს წარსულთან არის ერთი სიტყვით დაკავშირებული, წარსულ ურთიერთობებთან. მოდი ვნახოთ მისი ფარულის რახვები. რა არის ფარულის რახვები თქვენთან მიმართებაში? მისი ფარულის რახვები თქვენთან მიმართებაში. რა იყო მისი ფარულის რახვები, ან რა არის ახლა მისი ფარულის რახვები თქვენთან მიმართებაში? ნახეთ, ზომიერების არკანი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, ზომიერების არკანი და პიროვნება. ნახეთ, მისი ფარულის რახვები დასდის ძირზე, ცხრიანი ხმალი, ძალიან ნანობს და განიცდის პიროვნება, როგორც უკვე ვთქვით, ყოფილი პარტნიორია ეს თქვენი შეყვარებულების არკანი, ცხრიანი ხმალი დასდის ძირზე. პიროვნების ფარულის რახვები რა არის? იცით, ჩემო ძვირფასებო, მას სურვილი აქვს, რომ რაღაცნაირად ის სიტუაცია, რომელიც თქვენ შორის არის, ხო, დაასტაბილუროს, რაღაცნაირად გამოაჯამრთელოს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში და რაღაც სიცხადე შეიტანოს, ხო? რაღაც იმედი აქვს თითქოს, პერსპექტივა, თითქოს სურს, რომ ურთიერთობა დაალაგოს, ჩემო კარგებო. მე არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ როგორც ჩანს ამ პიროვნებას ძალიან ტანჯავს თავისი საქციელი თუ ის ტკივილი, რაც თქვენთან განიცადა წარსულში და აი ამ ყველაფრის მისი ფარულის რახვები არ აქვს ნამდვილად ცუდი ზრახვები და ცუდი განზრახვები. მას სურს, რომ რაღაცნაირად თუ უსიამოვნება მოგივიდათ წარსულში, რაღაც გული გადკინათ, რაღაცნაირად გამოასწოროს ეს ყველაფერი. როგორ გაჩვენებთ თავს ამ მომენტისთვის, საერთოდ თუ რაიმეს მოქმედებს, ან როგორ გაჩვენებთ თავს ეს პიროვნება? როგორ გაჩვენებთ თავს? მოდი მე სანამ ამას შევეკითხები, მოდი ვნახოთ ამჟამად თუ როგორ გითხრათ, რა ვკითხოთ, მისი ამჟამინდელი მოქმედება ვნახოთ თქვენთან მიმართებაში, რაიმეს თუ მოქმედებს მისი ამჟამინდელი მოქმედება. არ ვიცი, ზოგიერთთან შესაძლოა იყოს როგორ ინტერესი იმის, რომ რაღაცნაირად თქვენზე ზრუნავს, რაღაც ინტერესს იჩენს თქვენს მიმართ, ხო, რაღაც ყურადღებას იჩენს. შესაძლოა, იცით როგორი მომენტია, ამას ძალიან სიფრთხილით აკეთებს, იმიტომ ხმის მეფეა კოშკის არკანზე, ძალიან ფრთხილად ეკიდება. შესაძლოა აქვს სურვილი, მაგრამ
ბლოკავს აი ამ თავის ემოციებს, თავის გრძნობებს დასტის ძირზე ხმის მეფე მყავს ჩემს უძვირფასებო. შესაძლოა ძალიან სიფრთხილით, მაგრამ რაღაც ინტერესდება თქვენი როგორ გითხრათ, იცით შესაძლოა თქვენი მდგომარეობით რაღაც ინტერესს გამოხატავს ერთი სიტყვით, მაგრამ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებს. ფრთხილად აკეთებს შესაძლოა რაღაც ინფორმაციასაც ცდილობს, რომ ან დაგეკონტაქტოთ რაღაც ინტერესი აქვს ერთი სიტყვით ამ პიროვნებას, რომ რაღაცნაირად წარსული შემოაბრუნოს და რაღაც როგორ გითხრათ, იცით, აი თქვენს ხმის დედოფალი ამოხვედით, მაგრამ ამას ძალიან სიფრთხილით აკეთებს, თუ სიფრთხილით ფიქრობს, რომ გააკეთოს. მოდი ვნახოთ, როგორ გაჩვენებთ თქვენ თავს ამ მომენტისთვის. როგორ გაჩვენებთ თქვენ თავს ამ მომენტისთვის. იცით, როგორი მომენტია. შესაძლოა მისი როგორ გაჩვენებთ თქვენ თავს, ხო? შესაძლოა სადაც თქვენ მოღვაწეობთ, სადაც თქვენ საქმიანობთ, სადაც თქვენ ხართ, რაღაც პერიოდულად იყოს რაღაც თვალთვალი შორიდან ინტერესდება ერთი სიტყვით ეს პიროვნება და თითქოს ცდილობს რაღაცნაირად მოახლოვებას, მაგრამ ამას ძალიან დიდი სიფრთხილით აკეთებს. ძალიან დიდი სიფრთხილით, შესაძლოა თქვენთვის შეუმჩნეველიც კი იყოს, ჩემს უძვირფასებო ეს. შორიდან გითვალთვალებთ, თქვენს სადაც მუშაობთ, ხო? შესაძლოა ამას თქვენ ვერც ხედავთ და ვერც ამჩნევთ, ისე ფარულად რაღაც ინფორმაციებს, შესაძლოა აგროვებს თქვენზე, შესაძლოა გიყურებთ შორიდან, ხო, როგორ ხართ, რანაირად ხართ, რაღაც მზრუნველობა უნდა თითქოს, რომ გამოიჩინოს, თითქოს ინტერესი ძალიან დიდი აქვს და ფარულად აკეთებს ამ ყველაფერს, ჩემო კარგებო. მოდი ვნახოთ, რა სურს პიროვნებას თქვენგან, რა სურს პიროვნებას თქვენგან. რა სურს პიროვნებას თქვენგან. რა სურს პიროვნებას თქვენგან, ძალის არკანი, ორიანი თასი და იმპერატორი. რა გითხრათ, ჩემო კარგებო, თავადაც ხედავთ. რა სურს თქვენგან და თქვენი სიყვარული სურს, თქვენი ალერსი სურს, თქვენი იზიდავთ, როგორც პიროვნება, თქვენთან სურს სტაბილური ურთიერთობა, თქვენთან სურს, თქვენგან, ანუ სურს ის, რომ იყოს თქვენი იმპერატორი, თქვენი სტაბილური პარტნიორი, თუ მამაკაცები უყურებთ, ხო? ანუ თქვენგან სურს სიყვარული, ძალიან ძლიერი მიზიდულობა აქვს, ფიზიკური ლტოლვა აქვს თქვენი ჩემო უძვირფასებო და ეს სურს რომ თქვენც იყოთ მის მიმართ ლოიალური გრძნობით და ისიც ანუ სიყვარული სურს ერთი სიტყვით თქვენი მხრიდან და სტაბილური ურთიერთობა. ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს ამ პიროვნებას და ძალიან როგორ გითხრათ, იცით, ძალიან იზიდავთ, როგორც ლტოლვა აქვს პიროვნებას თქვენს მიმართ, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ ცდილობს რაღაცნაირად აკონტროლოს სიტუაციაც, აკონტროლოს თავისი თავი ემოციებიც და თავის გარშემო ყველაფერი აკონტროლოს. და როგორ გითხრათ, იცით, სურს, რომ თქვენთან იყოს სტაბილურად და ყველაფერი კონდეს თან გაკონტროლებული ერთი სიტყვით, ყველაფრის ესეთი ენერგიები ამოვიდა ჩემო უძვირფასებო. მოდი ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის საბოლოოდ ამ პიროვნებასთან მიმართებაში. რჩევა თქვენთვის, რას გირჩევთ? რას გირჩევთ? რას გირჩევთ? და სულელის არკანი ამოვიდა. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ, დასტის ძირზე კვერთხის ტურზე. იყავით გახსნილი ურთიერთობაში, იყავით სიახლეებისთვის მზად თქვენი ოცნებებისკენ, თქვენი მიზნებისკენ, თქვენი ჩანაფიქრებისკენ. მხოლოდ ერთი მომენტია, რომ უბრალოდ ზედმეტად გულუბრყვილოდ არ მოიქცეთ, არ იყოთ ზედმეტად მიმნდობი, ხო კი ბატონო, სულელის არკანი გვეუბნება, რომ მიენდე. იყავი გახსნილი საკუთარ ინტუიციას ენდე, მაგრამ ასევე ზედმეტად გულუბრყვილოდ ცნო-იქნებით, ხო? იმიტომ რომ რა იქნება წინ არ იცით, როგორ განვითარდება, ცოტა გამოიჩინეთ წინ დახედულება, თუ დახედულობა როგორც არის. აი ეს არის თქვენთვის რჩევა, ოღონდ სიახლისთვის იყავით ღია სიახლისთვის და შანსისთვის, ახალი დასაწყისისთვის. აი ეს იყო ასე ვთქვათ, მოკლე, მიმოხილვა, მოკლე ანალიზი იმ პიროვნების სახე, ასე ვთქვათ, მისი როგორ გინდა რეალური რაღაც განვიხილეთ, ხო, მოკლედ იმ პიროვნების დამოკიდებულება და ფაბლის რახვები თქვენთან მიმართებაში, ვინც გაინტერესებდათ და
თუ მოგეწონათ გაშლა, გამომეხმაურეთ და ამიტოვეთ კომენტარები, ვისთან როგორ რეზონირდა, რამდენად თქვენი იყო ეს გაშლა. მადლობა და ნახვამდის.